ხამზად სხვანაირი აზროვნება აქვს, სხვანაირი მენტალიტეტი. არა ისეთი როგორც ყველას. ის არასდროს უყურებს თავის მეტოქეების ბრძოლას. საერთოდ არ აინტერესებს რას აპირებს მოწინააღმდეგე. მაგალითად მე ვზივარ და უყურებ. აი ჰუკერის შემთხვევაში. უყურებდი ის ასე ურტყამს ფეხს თუ ისე ურტყამს, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან. თუ ამას გააკეთებს, მე ესე მოვიქცევი. ის ასე დაარტყამს. კარგი, მოდი ამაზე ვივარჯიშოთ. მაგრამ ხამზადმა ისიც კი არის ის, რას აკეთებს ტრიკლენდი, ან მისი სხვა მეტოქე. ის არასდროს უყურებს მათ და არ ადარდებს, რას იზამენ ისინი. მას აინტერესებს მხოლოდ ის, თუ თვითონ რას გააკეთებს. ასე რომ მას საკუთარი გეიმპლანი აქვს, მხოლოდ ამაზე დაყრდნობით რას გააკეთებს თავად. აი ამიტომ არის ის განსხვავებული. აი რატომ არის ის ჩემპიონი. ანუ ის საერთოდ არ სწავლობს მეტოქეებს? საერთოდ, დიახ. მე კი პირიქით ვარ. უყურებ რას აკეთებს, როგორ ცვლის დგომს, როცა ერთი ორს ურტყამს საით მიდის, აქეთ თუ იქით. ის სხვანაირია. ამას მის გამსწავლობ. ამჟამად მეც აღარ ვფიქრობ მეტოქეზე ასე ბევრს. ერთხელ უყურებ და მორჩა. ამაზე ფიქრს ჩემს მწვრთნელებს ვუტოვებ. ეს მართლაც ეგიჟია, რადგან სპორტის ყველა სახეობაში ასეა, უნდა შეისწავლო მეტოქე. უყურებ ჩანაწერებს და ასე შემდეგ. მე ალბათ უფრო მეც ვუყურებ მის მეტოქეს, ვიდრე თვითონ ის. უყურებ რას აკეთებს ტრიკლენდი, რომელსაც ის მომავალ თვეში ხვდება. რატომ ჩამოგიყვანა შენ? თუ ის ტრიკლენდს ეჩხუბება, რატომ ვარჯიშობს შენთან? რა თქმა უნდა, შენ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ მსოფლიოში შენ წონაში და ყველას ეშინია შენ. მაგრამ მაინც რატომ შენ? ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. მას ბრძოლა ჰქონდა და მკითხა ამერიკაში საჯობდა ვარჯიში. ის ჩამოვიდა აქ 1 წლის წინ. მოეწონა ჩემთან და ჩემს მწვრთნელებთან ვარჯიში. მოეწონა ადგილი. აქ თავს თავისუფლად გრძნობს. რუსეთში ის სუპერვარსკვლავია. აქ კი ნიუპორტში არავინ აწუხებს. ამიტომ შეუძლია თავის საქმეზე მოახდინოს ფოკუსირება. მოსწონს ეს ენერგია. როგორი ტიპია, როცა კამერები გამორთულია, ისეთივე მხიარულია, როგორც ჩანს, თუ ძალიან სერიოზულია. ნახავ მას ერთ მომენტში და შეიძლება ყველაზე მხიარული ტიპი იყოს, მაგრამ ერთ საათში შეიძლება ყველაზე საშიში კაცი გახდეს. მას შეუძლია განწყობა ძალიან სწრაფად შეიცვალოს. ჩემს მეგობრებს რომ მეკითხები, მეც იგივეს მეუბნებიან, შენც ასეთივე ხარო. დილით შეიძლება მხიარული იყო, საღამოს კი მოხვიდე და ეს რატომ გააკეთეთო? იქნება იმიტომ, რომ მებრძოლები ვართ. არ ვიცი. ისიც ასეა. ერთ დღეს შეიძლება საერთოდ ვერ დაელაპარაკო. გეტყვის, გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად და მორჩა. მეორე დღეს კი შეიძლება 3-4 საათი გაუჩერებლად გელაპარაკოს. ეს საერთოდ მახასიათებელია ბევრი ნიჭიერი ადამიანისთვის, ვინც ვერ ჩერდება და სულ მეტის მიღწევა უნდა. საუკეთესო ათლეტებს აქვთ ეს მენტალიტეტი. შენთვის რა არის შემდეგი? ბევრს უნდა შენი ნახვა. მე მეგონა რომ თეთრი სახლის ქარდზე იქნებოდი. ბევრი სახელი განიხილებოდა შენი ჩათვლით. რა არის შენი შემდეგი დიდი ნაბიჯი? მე ვარ სათადარიგო ჩემს წონაში მთავარი ბრძოლისთვის. ანუ თუ რამე მოხდა მთავარ ბრძოლაში, თუ ვინმე ჩაეხსნა, ეს საჯარო ინფორმაციაა? არა, არ არის საჯარო, მაგრამ მაინც გეუბნები. თუ ვინმე ტრამვა მიიღო, მე ჩავინაცვლები. მოიცადე, ანუ თუ შემთხვევით გეიჯი ან თოფურია ჩაეხსნება, შენ ჩაინაცვლები? დიახ, 100%. ამიტომაც მივფრინავ ხვალ კალიფორნიაში სავარჯიშოდ. არავინ იცის, ეს საშიში სპორტია, მაგრამ ეს ბიჭები ისე ძლიერად არ ვარჯიშობენ. ამიტომ ტრამვის შანსი დაბალია. ალბათ ორივე გავა ბრძოლაზე. თოფურია მხოლოდ პადებზე მუშაობს, მეც არაფერს აკეთებს. გეიჯი კი უკვე საკმაოდ ასაკოვანია. შეიძლება უბრალოდ ერთობა. მას არ უნდა მძიმე სპარინგები, რადგან ეს მისთვის ახლა კარგი არაა. არ ვიცი რამდენად მოეწონება დანას ჯასტინის ჩახსნა, რადგან ის ამერიკის დროშას წარმოადგენს და ეს საიუბილეო ივენთია. არა უშავს. მე ვიჩხუბებ თქვენთვის, ამერიკისთვის. And for sure. დარწმუნებული ვარ, უფრო იამაყებენ ვიდრე გეიჯი. მე უკეთეს ბრძოლას ვაჩვენებ ვიდრე გეიჯი. შენ და თოფურია? ფიქრობ, თელ სოფლიოს უნდა ამის ნახვა. ყველანი მაგ ბრძოლას ელოდებიან. თუ ახლა არ მოხდა, ადრე თუ გვიან მაინც მოხდება. მე არ მეჩქარება. ახალ რაღაცებს ვსწავლობ, ყოველდღე ვუმჯობესდები. არ ვამბობ, რატომ არ ხდება, იანვარში რატო არ მოხდა. არ ვარ გაბრაზებული. უბრალოდ ველოდები ჩემს შანსს. და საერთოდ თუ დაგირეკეს ამ ქარდისთვის. კიდე ამერიკის ჩენდლერის ბრძოლაზე. უნდათ ჩემი და ჩენდლერის დაყენება, მაგრამ მე მივხვდნენ, რომ ეს ჩენდლერისთვის ძალიან ცუდი იქნებოდა. ის ამერიკას წარმოადგენს და 99.9% იყო შანსი იმისი, რომ მას ვცემდი. ამიტომ რუფით ჩასვეს. თუმცა თუ იქ ვინმე დაშავდა, შეიძლება დამირეკონ. ალბათ ამ ზაფხულს ან ზაფხულის ბოლოს ან კიდევ ივნისში BMF-ის ტიტულზე მაჩხუბებენ. შენ ნამდვილად იმსახურებ BMF-ის ტიტულს. ხო და ან BMF-ი ივლისში ან სატიტულო ბრძოლა სექტემბერ-ოქტომბერში. მე მიყვარ ჯასტინი, ის ხალხის ფავორიტია. მაიამიში რომ იყო, მაყურებელს ძალიან უყვარს, მაგრამ ის სხვა ასაკშია, 37 წლისაა. როცა თოფურიას უყურებ, რას ფიქრობ მასზე? ის სხვა დონის მებრძოლია. კარგი მებრძოლია, კარგი მენტალიტეტი აქვს, კარგი მოკრივია. ის ადრე მოჭიდავე იყო. მე მიხვდა რომ ჭიდაობა ენერგიის ფლანგაა და კრივი დაიწყო. დახვეწა თავისი კრივი და ახლა ხალხს კრივით უგებს. თულია 25 წუთი ერთდროულად ჭიდაობა და კრივი. თუ ჰაბიბი ან ხამზატი არ ხარ. დღესდღეობით ის უბრალოდ კარგი მოკრივია და მორჩა. არც ფეხს ურტყამს, არც ჭიდაობს. მისი მთავარი იარაღი კრივია. ჩემთვის ეს ადვილია, რადგან კარგი ქიქები მაქვს. შემიძლია დისტანცია დავიჭირო. რა თუ კრივით წამოვა, ჭიდაობას დავუწყებ ან კლინჩში შევალ. მათაც იციან ეს. ეცდებიან თავი აარიდონ. შეიძლება წონაც კი შეიცვალოს ამ ბრძოლის მერე. იტყვიან რომ ვერ მეჭუბებიან. მისმა გუნდმაც კი იცის რომ ეს მძიმე ბრძოლაა. რატომ უნდა აიღონ ასეთი რთული ბრძოლა? როცა შეუძლიათ ეჭუბონ ოლივეირას ან გეიჯის, ბიჭებს, რომლებიც კარიერის დასასრულს არიან. ბევრი რამე აღარ შეუძლიათ და ნიკაპით სუსტი აქვს. ბევრჯერ დავარდნილად. ალბათ აიღებს ტიტულს დაიცავს და იტყვის: ამ წონას ვტოვებო. ეს ჩემი აზრია. კამერებთან ამბობს არ მაინტერესებს, არ მას ვეჭუბებიო, მაგრამ როცა საქმეზე მიდგება, ყოველთვის მიზეზს ეძებს.